ბრაზილიაში ქართული კულტურის დღეები გრძელდება. რიო-დე-ჟანეიროს კლარო მაიზის თეატრში ანსამბლ რუსთავის კონცერტი გაიმართა. საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ მჭედლიშვილმა. მუნიციპალური საკრებულოს პრეზიდენტმა რიო-დე-ჟანეიროს საპატიო მოქალაქის წოდება საქართველოს ელჩს გადასცა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ცერემონიას ბრაზილიის სახელმწიფო უწყებების დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანსამბლი რუსთავი წარსდგა უკვე რიო-დე-ჟანეიროს მაყურებლის წინაშე, ისევე როგორც დედაქალაქში კონცერტმა აქაც ანშლაგით ჩაიარა. მინდა გითხრათ, რომ უმეტესობა მაყურებლისთვის ქართული ფოლკლორი, ქართული ცეკვა და სიმღერა აღმოჩენაა და ისინი აღფრთოვანებულები არიან და ხაზგასმით აღნიშნავენ კომუნიკაციაში, რომ ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა მათთვის. ძალიან დიდი პერსპექტივაა ქართულ კულტურას ბრაზილიაში. მზად ვართ, რომ სხვა პროექტებიც წარმოვადგინოთ. მოგეხსენებათ, გაფორმდა მემორანდუმი კულტურული თანამშრომლობის შესახებ ორ სამინისტროს შორის, რაც იმის საწინდარეა, რომ სხვადასხვა სფეროებში უკვე როგორც თეატრის, კლასიკური მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით შეგვიძლია ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელება. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის უმნიშვნელოვანესი ქალაქი რიო-დე-ჟანეირო მას პინძლობს ქართულ ანსამბლ რუსთავს. კონცერტებმა ჩაიარა სრული ანშლაგით, რაც იმას მეტყველებს, რომ ჩვენი კულტურის, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ყოველივე აღნიშნული პროექტები კი მნიშვნელოვნად ხელს უწყობენ როგორც ქვეყნებს შორის, ასევე რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. დღეს რიოში ანსამბლმა რუსთავმა წარმოადგინა უნიკალური ქართული კულტურა, ჩვენი ფოლკლორი, მრავალხმიანობა და ქორეოგრაფია, რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა ბრაზილიელი მაყურებელი. ანსამბლ რუსთავისთვის ეს გასტროლი, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა, არის ერთი ნაბიჯი წინ გადადგმული ჩვენი კულტურის ფართოდ გასაცნობად. ანსამბლ რუსთავის ისტორიაში პირველად ბრაზილიის საოცარ ქალაქში რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა ანსამბლ რუსთავის სოლო კონცერტი, სადაც მომღერლები, მოცეკვავები და ინსტრუმენტალისტები ერთად წარდგნენ და საინტერესო რეპერტუარი პროგრამა წარუდგინეს ჩვენ ბრაზილიელ მსმენელს. დავინახეთ რამხელა ყურადღებით უსმენდა და უცქერდა ბრაზილიელი მსმენელი ქართულ სიმღერას, ცეკვას. და ყველამ აღნიშნა ერთხმად, რომ ეს არის ძალიან საინტერესო კულტურა, რომელიც გამოარჩევს მთელ მსოფლიოს სხვადასხვა კულტურისგან. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ქართული ხალხური სიმღერა არის იუნესკოს მიერ აღიარებული და კიდევ უფრო დიდი ინტერესით უსმენენ. ჩემთვის ეს იყო ანსამბლ რუსთავის კონცერტზე დასწრების პირველი გამოცდილება და ის მართლაც დაუვიწყარი აღმოჩნდა. ეს იყო საქართველოსგან მიღებული განსაკუთრებული საჩუქარი ბრაზილიისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ასეთი კულტურული გამოცდილება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს. ნამდვილად გაოცებული და ამავე დროს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. ამ წარმოდგენის დროს იგრძნობოდა მოცეკვავეების საოცარი ენერგია და ძალა. ეს იყო ერთგვარი ფანჯარა საქართველოს კულტურისა და ტრადიციებისკენ. ჩემთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დიდი სურვილი მაქვს მომავალშიც არაერთ ასეთ ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა და ჩემი წვლილი შევიტანო ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს საქმიანობისა და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მხარდაჭერაში. შეგახსენებთ, რომ ქართული კულტურის დღეები ბრაზილიაში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით იმართება. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს საელჩო ბრაზილიაში. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიებები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.